პიცა ეს არის ცომის სურნელი, რომელიც ღუმელიდან ნელ-ნელა გამოდის. ხრაშუნა ნაპირი, რომელიც პირველ კბენაზე გატყდება და ყველი, რომელიც გრძელად იწელება. დღეს ერთად გავემგზავროთ იმ 5 პიცერიაში, სადაც ყოველი ნაჭერი მოგზაურობაა გემოს სამყაროში. ჩიკაგოში, სპაკა, ნაპოლიში, ცომი ისეთი ნაზი და ჰაეროვანი გამოდის, თითქოს ღრუბელი გახდეს ხრაშუნა ქერქად. სან მარწანო პომიდორი წვნიანია და ტკბილმჟავე არომატით ბრწყინავს. კამეჩის მოცარელა კი ცხელ ღუმელში ისე დნება, რომ თითოეული ნაჭერი თეთრ მდინარეს გავს. ბოლოს ზედა ფენა არომატული რეჰანი და ზეითუნის ზეთი, რომლებიც პიცას იტალიის სურნელს ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩიკაგოში ხარ. ნეაპოლში და მიქელეში ღუმელის ცეცხლი ცომს სიცოცხლეს სძენს. ქვის ზედაპირზე ცხება ნაზი, ოდნავ ჩაბუშტული კიდეებით და ქვედა ნაწილით, რომელიც იდეალურად ხრაშუნაა. თითოეულ ნაჭერში პომიდრის соуსის სიმარტივე და ყველის დნობის სრულყოფილება ერთმანეთს ხვდება. სწორედ აქ გაიგებ, რას ნიშნავს ნამდვილი მარგარიტა. ცომი, პომიდორი და ყველი, მაგრამ ისეთი გემოთი, რომ ცხოვრებაში დაგამახსოვრდება. ნიუ-იორკის ემილი ეს მხოლოდ რესტორანი არ არის. ეს არის სიყვარულის ისტორია, რომელიც ცომშია ჩასმული. მათი პიცა ცნობილია სქელი, მაგრამ საოცრად ფაფუკი კიდეებით. ყველი აქ მდნარია, თითქოს პატარა ტბა იყოს ცხელ ცომზე, соуსი კი ტკბილმჟავე ბალანსს ქმნის. როცა მას კბენ, გესმის ხრაშუნის ხმა, თითქოს გრძნობ როგორ იწყება ახალი ამბავი. როგორც მათთვის დაიწყო. სტარიტა ნეაპოლის ტკბილი სიურპრიზი. აქ შეგიძლიათ ტრადიციული პიცის გარდა სცადოთ ნუტელას პიცაც. ცხელ ცომზე დადნარი შოკოლადის სუნი ჰაერში ტრიალებს და თითოეული ლუკმა ბავშვობის მოგონებას აღვიძებს. სტუმრები ამბობენ, რომ აქ პიცას არა მხოლოდ კუჭით, არამედ გულითაც შეიყვარებ. პიცანაში იტალიური ტრადიცია კალიფორნიულ სიახლეს ხვდება. ცომი კლასიკური ნეაპოლიტანურია, მაგრამ ზედ დაგხვდება ახალი კალიფორნიული ბოსტნეული და არომატული მწვანილი. თითოეული ნაჭერი ერთდროულად ნაცნობიცაა და მოულოდნელიც. თითქოს იტალია და კალიფორნია ერთ თეფშზე შეიკრიბნენ. აი ასე დავგემოვნეთ 5 პიცერია, სადაც ცომი ცოცხლდება, ყველი მდნარია და პომიდორი ტყველს სურნელს აფრქვევს. ახლა კი კითხვა თქვენთვის. სად დაიწყებდით თქვენ? ნეაპოლის ქუჩებში, ჩიკაგოს გულში თუ ნიუ-იორკის სიყვარულის ისტორიაში? კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი არჩევანი და გამოიწერეთ არხი.